ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე წარუმატებელი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ ამერიკული მედია აქვეყნებს იმავე მსროლელის კოულ ალენის მანიფესტს, რომელმაც დონალდ ტრამპზე თავდასხმის მოწყობა სცადა. და უფრო ადრე გავრცელებული ცნობების, მათ შორის თავად დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, მანიფესტი პრაქტიკულად არ შეიცავს პოლიტიკურ პროგრამას. ის უფრო მეტად ეძღვნება ამ მსროლელის ფიქრებს, თავდასხმის ტაქტიკას და პირად გზავნილებს როგორც ნაცნობ, ისე უცნობ ადამიანებს. და შეგახსენებთ, რომ ამ მიმართვაში ამ მანიფესტში ის მასწავლებელი იყო. ის ასევე მიმართავს თავის მოსწავლეებს, მაგრამ საინტერესოა ფაქტობრივად, კოულ ალენი მაინც აკრიტიკებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და აცხადებს, რომ ის როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე გრძნობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველა იმ შედეგს, რომელიც ვითარდება. უკვე წელიწად ნახევარია, რაც ტრამპი პრეზიდენტია. მოდი ახლა ერთად წავიკითხოთ ეს მანიფესტი. ასე ვიტყვი, მეც თქვენთან ერთად პირველად წავიკითხავ მას, ამიტომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და წინასწარ დაწევეთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გამოშვება. სრულად დავციტირებ ამ მანიფესტს. ზუსტად იმ სახით, როგორც დღეს აქვეყნებს მას გამოცემა New York New Post. New York Post-ის სხვათა შორის დონალდ ტრამპის საყვარელი გაზეთია. ერთხელაც გითქვა, რომ მას ყოველდღე კითხულობს. და სწორედ მათ პირველებმა მიიღეს იმ სროლელის მანიფესტი. და როგორც წყაროები იუწყებიან, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის თავდასხმაში ბრალდებულმა კოულ ალენმა შაბათის თავდასხმამდე 10 წუთით ადრე თავის ოჯახის წევრებს დეტალური შეშლილი მანიფესტი გაუგზავნა. 1052 სიტყვიანი წერილში მან აღწერა თავისი ბრძოლის წესები სროლის დროს და განაცხადა, რომ თავის წმინდა ვალდებულებად მიიჩნევს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებზე თავდასხმას. შემდეგ ციტირებას გაუკეთებ კოულ ალენის მანიფესტს, ამიტომ უნდა გაიგოთ, რომ ყველაფერი, რასაც ახლა მოისმენთ, იქნება ამ სროლელის პირდაპირი სიტყვები, ზოგჯერ ჩემი კომენტარებით. დღეს შესაძლოა ბევრს გავაკვირვე. ნება მომეცით ბოდიში მოუხადო ყველას, ვისი ნდობაც შევლახ. ვუხდი ბოდიშს ჩემს მშობლებს, იმისთვის რომ ვუთხარი თითქოს ინტერვიუ მქონდა, მაგრამ არ დავაკონკრეტე, რომ ეს იყო პროგრამისთვის most wanted. ვუხდი ბოდიშს ჩემს კოლეგებსა და სტუდენტებს, იმისთვის რომ თქვი თითქოს პირადი გადაუდებელი საქმე მქონდა. იმ დროისთვის, როცა ვინმე ამას წაიკითხავს, ალბათ მართლა დამჭირდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მისვლა. მაგრამ ამას ძნელად თუ დავარქმევი რამეს, რაც მე თვითონ შევქმნი, ვუხდი ბოდიშს ყველა მგზავრს, ვისთანაც გვერდ უმგზავრობდი. თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს ბარგს უვლიდნენ, სასტუმროს ყველა დანარჩენ ადამიანს, ვინც თავდასხმის ობიექტი არ ყოფილა და ვისაც საფრთხე შეუქმნი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გვერდით ვიყავი. ვუხდი ბოდიშს ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა ან მოკლეს მანამდე. ყველას, ვინც მანამდე იტანჯებოდა. როგორ შევძელი ამის გაკეთება და ყველას, ვინც შეიძლება კვლავ იტანჯებოდეს ამის შემდეგ, მიუხედავად ჩემი წარმატებისა თუ მარცხისა, წერს ალენი. მე არ ველოდები პატიებას, მაგრამ რომ დამენახა სხვა გზა მიზანთან ასე ახლოს მისასვლელად, აუცილებლად გამოვიყენებდი მას. კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ ბოდიშს. ეხლა იმაზე, რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი? აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ის, რაც პირადად მე ყველაზე მეტად შემეხო. და ბოდიში მომითხოვია, ეს იქნება საკმაოდ მკაცრი ციტატა კოულ ალენისგან, მაგრამ მიმართულია დონალდ ტრამპისადმი. ციტატა. ეხლა იმაზე, რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი? მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. ჩემი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები ჩემზეც აისახება. მე აღარ ვაპირებ პედოფილს, გამაუპატიურებელს და განცემს მიუცეუფლება, ჩემი ხელები თავისი დანაშაულებით დააბინძუროს. პატიოსნად რომ თქვა, უკვე დიდი ხანი აღარ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს არის პირველი რეალური შესაძლებლობა, რაიმე მოვიმოქმედო ამასთან დაკავშირებით. რადგან ამაზე უკვე დავიწყე ლაპარაკი, ასევე მოგიყვებით ჩემი მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებების წესების შესახით. ალბათ საშინელი ფორმატით, მაგრამ მე სამხედრო არ ვარ, ასე რომ არა უშავს. ადმინისტრაციის თანამდებობის პირები ბატონი პატელის გარდა, ისინი სამიზნეები არიან, პრიორიტეტი უმაღლესი რგოლიდან ქვედა რგოლამდე. აქ ის მკაფიოდ ასახელებს, ვის ლიკვიდაციასაც ისურვებდა. ციტატა გრძელდება. საიდუმლო სამსახური. ისინი სამიზნეები არიან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მათი განეიტრალება უნდა მოხდეს არალეტალური მეთოდით, თუ ეს შესაძლებელი. ანუ მე იმედი მაქვს, რომ მათ ტანზე თუ იაგაუნტარი ჟილეტები აცვიათ, რადგან თუ კი საფანტიანი თოფით მოხდები ცენტრში, ზიანი მიადგება მათ, ვისაც ჟილეტი არ აცვია. სასტუმროს დაცვა.
შესაძლებლობის შემთხვევაში ეცადეთ არ გახდეთ სამიზნე. ანუ თუ მხოლოდ ჩემზე არ დაითხრემენ სროლს. კაპიტოლიუმის პოლიცია იგივეა რაც სასტუმროს დაცვა, ანუ ის არ აპირებდა მათზე სროლას. ეროვნული გვარდია იგივეა რაც სასტუმროს დაცვა. სასტუმროს თანამშრომლები საერთოდ არ წარმოადგენენ თავდასხმის ობიექტებს. სტუმრები საერთოდ არ არიან სამიზნეები. მინიმუმამდე რო დავიყვანო დანაკარგები, ტყვიების ნაცვლად ასევე გამოვიყენებ კარტეჯს. ის კედლებში ნაკლებად აღწევს. მაინც აქ მყოფი ადამიანების უმეტესობასაც გაუსწორდებოდი, რომ მიზნამდე მისულიყავი, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარი სურვილით მოვიდა გამოსვლაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ციტირებას ვახდენ, პედოფილის, გამაუპატიურებლის და მოღალატის გამოსვლაზე, ამით ისინი თანამონაწილეები გახდნენ. მაგრამ ძალიან ვიმედოვნებ, რომ საქმე აქამდე არ მივა. შემდეგ ის წერს. შეწინააღმდეგების უარყოფა. შეწინააღმდეგება 1. როგორც ქრისტიანი მე უნდა შეუშვირო მეორე ლოკა. უარყოფა. შეუშვირო მეორე ლოკა. შემდეგი. ეს საჭიროა მაშინ, როცა თქვენ თვითონ ხართ დევნის მსხვერპლი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ინტერნირებულთა ბანაკში გააუპატიურეს. მე არ ვარ ის მეთევზე, რომელსაც სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს. მე არ ვარ ის მოსწავლე, რომელიც ააფეთქეს. არც ის ბავშვი ვარ, რომელსაც შიმშილით აწამებდნენ. და არც ის გოგონა, თინეიჯერი ვარ, რომელიც ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრავალი დამნაშავის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ცდილობ მეორე ლოკა შეუშვირო, როცა ვიღაც ბრჭყალებში ვიღაც დევნას განიცდის. ეს არ არის ქრისტიანული. ეს არის მჩაგვრელის დანაშაულებში თანამონაწილეობა. ასე წერს ალენი. მეორე საწინააღმდეგო აზრი. ეხლა წერს ის. თქვენთვის ეს არასასიამოვნოა, უარყოფა. ჭირდება, რომ ის, ვინც ასე ფიქრობს, რამდენიმე წუთი დაუთმოს და გაიგოს, რომ სოფლიო მხოლოდ მის გარშემო მოარტრიალებს. თქვენ ფიქრობთ, რომ როცა ვხედავ ვიღაცას გააუპატიურეს, მოკლეს ან ძალადობა განიცადა, უნდა გავიარო გვერდით? იმიტომ რომ ეს მოუხერხებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მსხვერპლი არ არის. ეს იყო ყველაზე შესაფევისი მომენტი და ყველაზე ხელსაყრელი შანსი წარმატებისთვის, რაც კი შემეძლო წარმომედგინა. შეწინააღმდეგება 3. თქვენ ყველა მათგანი არ გაითვალისწინეთ. პასუხი: რაღაცინა ხომ უნდა დაიწყო. შეწინააღმდეგება 4. რადგან ნახევრად შავკანიანი ხართ, ნახევრად თეთრკანიანი, არ უნდა აკეთებდეთ ამას. პასუხი: მე არ ხედავ რომ ვინმე სხვას შეეძლოს ამ საქმის საკუთარ თავზე აღება. შეწინააღმდეგება 5. მიეცით კეისარს კეისრისა. პასუხი: ამერიკის შეერთებული შტატები კანონით იმართება და არა რომელიმე ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსამართლეები არ იცავენ კანონს, არავის აქვს ვალდებულება დაუთმოს მათ რამე, რაც ასეთ უკანონო გზით იქნა მოთხოვნილი. ასევე მსურს მადლიერება გამოხატო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ ერთხელ შეუძლებ მათთან საუბარს, თუ საიდუმლო სამსახური საოცრად არაკომპეტენტური აღმოჩნდება. სხვათა შორის ის გადარჩა. ის დაპატიმრებულია, მაგრამ გადარჩა. შემდეგ ის აგრძელებს საუბარს. მადლობას უხდი ჩემს ოჯახს, როგორც პირადს, ასევე ეკლესიურ ოჯახს, თქვენი სიყვარულისთვის, ამ 21 წლის განმავლობაში. მადლობას უხდი ჩემს მეგობრებსაც, თქვენი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდი ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ერთად მუშაობდი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მადლობას უხდი ნაცნობებს და ასე შემდეგ. ანუ აქ ბევრი მადლიერება. და ბოლოს ის წერს. კოლ ბრჭყალებში, ცივი ძალა, მეგობრული ფედერალური მკვლელი ალენი. ეს ასეთი მეტსახელი თვითონ მოიფიქრა. და შემდეგ მის მანიფესტში არის პოსტსკრიპტუმი, საკმაოდ საინტერესო. და ის წერს შემდეგს, ისევ ციტატა. კარგი, ეხლა როცა ეს სენტიმენტალობა უკან დარჩა, რას აკეთეთ ჯანდაბა საიდუმლო სამსახური? ბოდიში ეხლა ცოტა ვიწუწუნებ და ფორმალურ ტონს მოვიშორებ. ველოდი რომ ყოველ ნაბიჯზე ვიდეოკამერები იქნებოდა. სასტუმროებში ნომრები მოსმენილი, ყოველ 3 მეტრში შეიარაღებული აგენტები და უთვალავი მეტალოდეტექტორი. საბოლოოდ ეს ყველაფერი არ მინახავს. ვინ იცის, იქნებ მეხუმრებიან კიდეც. ასე რომ ჯანდაბას არანაირი დაცვა. არც გზაში, არც სასტუმროში. ამ შემთხვევაში არსად. პირველი რაც სასტუმროში შესვლისთანავე შევნიონიშნე, იყო ამპარტავნების შეგრძნება. წარმოიდგინეთ, მე მოვდივარ რამდენიმე სახის იარაღით, ხოლო მას შეგახსენებთ ჰქონდა თოფი, პისტოლეტი და დანები. და ციტატას გავემეორებ, არც ერთ იქ მყოფს არ უფიქრია იმაზე, რომ მე შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდე. ღონისძიებაზე დაცვა გარეთ არის კონცენტრირებული, ისინი აკვირდებიან დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს და მოსულებს. იმიტომ რომ როგორც ჩანს, არავის უფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა, თუ ვინმე წინა დღეს დარეგისტრირდებოდა. რაც შეეხება პროტესტის მონაწილეებს, ის ამბობს, რომ მართლაც ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროს წინ იყო იმ ადამიანების პროტესტი, ვინც ირანში ომს ეწინააღმდეგება. ვაგრძელებ ციტირებას. ასეთი დონის არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელია
და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში კვლავ გამოჩნდება ნამდვილად კომპეტენტური ხელმძღვანელობა, სიტუაცია გამოსწორდება. აი რომ ირანის აგენტი ყოფილიყავი და არა აშეჩეს მოქალაქე, აქ ნებისმიერ დედას ჩამოვიყვანდი და ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა. რა თქმა უნდა, დედას ბრწყალებში გულისხმობ. იგულისხმება, რომ რაც მინდა, ყველაფრის მოთხოვა შემეძლებოდა. შემდეგ ის ამბობს, ეს უბრალოდ სიგიჟეა და თუ ვინმე საინტერესებს, როგორი გრძნობაა ასეთი რაღაცის გაკეთება, ეს საშინელებაა. გული მერეო. მინდა ვიტირო იმის გამო, რაც მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ამას არასდროს გავაკეთებ. ყველა იმ ადამიანის გამო, ვისი ნდობაც ამას მოხვება, ძვინვარება მეწება. ფიქრობ, ყველაფერზე, რაც ამ ადმინისტრაციამ გააკეთა, ამას არავის ურჩევ. ბავშვებო, ისწავლეთ სკოლაში. აი ესეთი იყო ამ სროლელის მანიფესტი, რომელმაც შეგახსენებთ ვაშინგტონში ჰილტონის სასტუმროში სროლა მოაწყო, სადაც ასეთი საზეიმო შეხვედრა მიმდინარეობდა. ასეთი საპრეზიდენტო პული, თეთრი სახლის კორესპონდენტები, სრულიად განსხვავებული გამოცემებიდან შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერთად. და დონალდ ტრამპიც იქ იმყოფებოდა. ისიც ესწრებოდა ამ საღამოს. ეს იყო ოფიციალური ვახშამი. ეს სინამდვილეში ტრადიციული შეკრებაა, როდესაც პრეზიდენტი და ქვეყნის მთელი ელიტა ჟურნალისტებთან ერთად იკრიბებიან. და მოსალოდნელი იყო, რომ იქ კომიკოსები უნდა გამოსულიყვნენ. მაგრამ ეს ყველაფერი თავიდანვე დაჩრდილა ამ სროლამ. და დონალდ ტრამპი უკვე საუბრობს იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა აშენდეს საბანკეტო დარბაზი თეთრ სახლში, სხვათა შორის მიწისქვეშა ბუნკერით პრეზიდენტისთვის. რომ იქ ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები, რომ არ იყვნენ ასეთი მსროლელები, რომლებიც აფუჭებენ ამ ღონისძიებებს. მოკლედ ასეთი სიტუაცია. ყველა დეტალს, სხვათა შორის, ყველა საკამათო მომენტს იმის შესახებ, თუ როგორ ევაკუირებდნენ აშშ-ს პრეზიდენტს, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა გამოშვებებში ამ YouTube არხზე. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ გამოშვება და დააწვეთ ზარს, რომ მიიღოთ შეტყობინებები ახალი გამოშვებების გამოსვლის შესახებ. მეგობრებო, ეს იყო მანიფესტი. ციტატა ზუსტად ისე როგორც არის. როგორც ამბობენ, რაც გავიგონე, იმასვე გეუბნებით. ამიტომ თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვიდობ.